2022 წლის 25 მარტი. ელ-სალვადორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. კონტინენტზე არსებულმა ყველაზე სასტიკმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ MS-13-მა 87 ადგილობრივი მოკლა. ისინი კლავდნენ უბრალო გამლელებს. კლავდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეეშინებინათ. თუმცა გარდა ამისა, მათი მიზანი ისიც გახლდათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ეჩვენებინათ თუ ვის უჭირავს მმართველობის სადავეები. ამ საზარელი მკვლელობების პასუხად პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ და მისმა მთავრობამ ერთი ქმედებით რამდენიმე დღეში გაანეიტრალა MS-13-ის დაჯგუფება, რომელიც თავის რიგებში ათობით ათას ადამიანს ითვლიდა და რომელმაც სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად ფაქტობრივად ხელში ჩაიგდო ქვეყანა და 10 წლეულობით ატერორებდა მოსახლეობას. ბუკელე აშენებს მსოფლიოში ყველაზე დიდ და ამავდროულად ყველაზე მკაცრ ციხეს, რომელსაც დეტალურად გაგაცნობთ. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ერთმა გადაწყვეტილებამ მთელს ქვეყანაში პენიტენციალური სისტემა შეცვალა. ამ გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ პენიტენციალური დაწესებულებების სისტემა, არამედ ქვეყნის სტატუსით შეცვალა. იმიტომ რომ ოდესღაც ელ-სალვადორი The Travel and Tourism Competitiveness Reports-ის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ქვეყნად მიიჩნეოდა. მართალია ახლაც არის ამ სიაში, თუმცა არა პირველ ადგილზე. მაგრამ მოდი სანამ უშუალოდ ციხეზე საუბარს დავიწყებ, მანამდე გაგაცნობთ ქვეყნის მოკლე ისტორიას და მოვლენათა განვითარების ჯაჭვს. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ელ-სალვადორმა ბევრი რამ გადაიტანა, მათ შორის სამოქალაქო ომიც და ბანდებს შორის დაპირისპირებებიც. ომის დროს მილიონობით ელ-სალვადორელი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. უმეტესობა მათგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი კალიფორნიაში გადაიხვეწა. სწორედ აქ ახალგაზრდა ელ-სალვადორელებმა გადაწყვიტეს, რომ ბანდები და კრიმინალური დაჯგუფებები შეექმნათ, რაც რა თქმა უნდა ამერიკელებს სულაც არ მოსწონდათ. შესაბამისად ქვეყანაში ანტიიმიგრაციული განწყობა დროდადრო იმატებდა. ყველაზე ირონიული კი ისაა, რომ ამ სამოქალაქო ომის მიმდინარეობას აქტიურად აფინანსებდა ელ-სალვადორის მთავრობის მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატები. შტატებში თვლიდნენ, რომ ეს ომი ცივი ომის ნაწილი იყო და საჭირო იყო ლათინურ ამერიკაში კომუნიზმის გავრცელების შეჩერება. დახმარება მოიაზრებდა იარაღის გადაცემას, სტრატეგიულ წვრთნებს და ფინანსურ დახმარებას. აი ფარაბუნდო მარტის ეროვნულ განმათავისუფლებელ ფრონტს კი მხარს უჭერდა კუბა, საბჭოთა კავშირი და სხვა კომუნისტური ქვეყნები თუ მემარცხენე ორგანიზაციები. მხარდაჭერის მიუხედავად, შეერთებულ შტატებში მყოფი მოსახლეობა წუხდა ქვეყანაში მომატებული კრიმინალის დონის გამო. ანტიიმიგრაციული დამოკიდებულებები იზრდებოდა. საბოლოოდ კი ხელისუფლების გადაწყვეტილებით თითქმის მილიონი ელ-სალვადორელი ჩასვეს ავტობუსებში და დააბრუნეს სამშობლოში. აქ გასათვალისწინებელი ის გახლავთ, რომ ამერიკაში გადახვეწილი ელ-სალვადორელები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, აღმოჩნდნენ ქვეყანაში, რომელიც დაზიანებული იყო ეკონომიკური თვალსაზრისით თავიდან ბოლომდე სამოქალაქო ომის გამო. და შესაბამისად არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელშიც ისედაც საკმაოდ მაღალი კრიმინალის დონე იყო, ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ოდესღაც იმიგრაციაში იყვნენ, მოუნდათ სხვადასხვა ბანდებში გაწევრიანება და ადამიანების ძარცვა. სტატისტიკის მიხედვით 2015 წელს ელ-სალვადორში კრიმინალური დაჯგუფების წევრები ყოველ 100,000 მოსახლეზე 106 ადამიანს კლავდნენ. იმავე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ 100,000 მოსახლეზე ეს მაჩვენებელი 5 უდრიდა. მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ელ-სალვადორელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ნაიბ ბუკელეს გაამარჯვებინეს, რომელმაც ომი გამოუცხადა კრიმინალურ დაჯგუფებებს. 2022 წლის 27 მარტს, 2 დღით ადრე მომხდარი საზარელი მკვლელობების შემდეგ, რომელშიც შეგახსენებთ, რომ 87 უდანაშაულო ადამიანი იყო მოკლული, ბუკელემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კანონი სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მიღებულია. პოლიციელები და სამხედროები გაერთიანდნენ და 10 დღეში მათ 6,000-მდე ადამიანი დააკავეს. აღსანიშნავია ის, რომ დაკავებები და ჩხრეკები სასამართლო ორდერის გარეშე მიმდინარეობდა. დაკავებულებს არ ჰქონდათ ადვოკატთან დარეკვის და ახლობლებთან პაემანის უფლება. პოლიციელები აკავებდნენ როგორც სრულწლოვან ბანდის წევრებს, ასევე დაჯგუფების ახალგაზრდა წარმომადგენლებსაც, რომლიდანაც ზოგიერთი 12 წლისაც კი იყო. 12-year-olds can be treated like adults. And thrown into the prison as well. ბანდის ლიდერებს ხშირად ახავდათ არასრულწლოვანი წევრები. მიზეზი ძალიან მარტივი იყო. მათ იმდენად მკაცრად არ ჯიდნენ, როგორც ზრდასრულ ადამიანებს. თუმცა ნაიბ ბუკელეს მიერ გამოცხადებულ ომში წესები შეიცვალა. პოტენციური ბანდიტები ყველგან იმალებიან.
ქუჩებში, სახლებში, ბოცებში, აგურებში, კარადებში და თქვენ წარმოიდგინეთ მიწის ქვეშაც კი. Twitteris ერთ-ერთ პოსტში ბუკელე ელ-სალვადორის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს ეს ვიდეო აჩვენონ, რათა ახალგაზრდა თაობას ბავშვობიდანვე ჩაებეჭდოს გონებაში, რომ კრიმინალურ ცხოვრებას ორი დასასრული აქვს, ან ციხე, ან სიკვდილი. ნაიბ ბუკელემ ელ-სალვადორის მოსახლეობის 2% დააკავა. 2024 წლის მარტის მონაცემებით პატიმართა საერთო რაოდენობა 109,519 ადამიანია. So El Salvador went from having the highest murder rate in the world to now the highest incarceration rate in the world. Wow. This guy is locking up everyone. Μπορით ახლა წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. ქვეყანაში მოსახლეობის 2% უნდა დაიჭირო, მაგრამ არ გაქვს არანაირი ადგილი, სადაც ამ დაჭერილ ადამიანებს განათავსებ. ნაიბ ბუკელე სხვა გზა არ დარჩა და მან ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხე. შენობა, რომელსაც ახლა ხედავთ, ელ-სალვადორის ციხეა. მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ციხე, რომელიც ბუკელეს სიამაყეა და ახლა სწორედ ამ ციხეზე ვისაუბრებ. მაგრამ მოდით სანამ ციხეზე გავაგრძელებდე საუბარს, მანამდე თხოვნა მექნება. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ამ ვიდეოს თუ გააზიარებთ, ბევრად უფრო მაგრები იქნებით. შეგახსენებთ, მაყურებლების 70%-ზე მეც არ აქვს არხი გამოწერილი, რაც ძალიან ცუდია. კაი, წავედით ციხეში. ციხე დედაქალაქიდან დაახლოებით 70 კილომეტრშია განთავსებული და პირველი ბლოკპოსტი ციხის შესასვლელიდან თითქმის 3 კილომეტრში იმყოფება. ელ-სალვადორის ციხე გარშემორტყმულია 11 მეტრის სიმაღლის არმირებული ბეტონის კედლებით, რომელიც 60 სანტიმეტრის სისქის ხარჯზე ტანკიდან გასროლილ ტურსაც კი გაუძლებს. ციხის ტერიტორიაზე 19 სამეთვალყურეო კოშკია აშენებული. უშაგები კი შეიარაღებულები არიან ცეცხლსასროლი იარაღით. 11 მეტრიანი კედლები დამატებით გარშემორტყმულია მავთულით, რომელშიც 15,000 ვოლტი გადის. 2024 წლის ივნისის მონაცემებით ციხეში 14,532 პატიმარი იმყოფება, მაგრამ სანამ ისინი აქ აღმოჩნდებოდნენ, მათ გარკვეული პროცედურების გავლა მოუწიათ. მაშინ, როცა ციხეში პატიმრები გადმოყავთ, მათ 500 კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო პირი ხვდებათ. ტრანსპორტირებისას ერთადერთი რამ, რაც მათ აცვიათ, არის საცვლები. ისინი წელზევით შიშვლები არიან და არც ფეხზე აცვიათ. აქ გადმოყავთ მკვლელები, გაუპატიურებაში ბრალდებულები, რეკეტერები და ის ადამიანები, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის ხელყოფა სცადეს. ის, რასაც ახლა ეკრანებზე ხედავთ, თავიდან ბოლომდე პატიმრების გატეხვას და მათ მორალურად დათრგუნვას ემსახურება. ისინი ხელებს შეკრულები გადადიან ციხის მიმღებ პუნქტში. შეიარაღებული დაცვის წევრები კი ნიღბებს ატარებენ იმისთვის, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდეს. სანამ რაიმე სახის შემოწმებას გაივლიან, პატიმრებს უწევთ, რომ რამდენიმე მწკრივში დასხდნენ, თითქმის თავიდან ბოლომდე შიშვლები და ერთმანეთს მიაბჟინონ თავი. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ისინი მორალურად გატყდნენ. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ნაიბ ბუკელეს ბრძანებით მსგავს კადრებს საკმაოდ ხშირად წააწყდებით ადგილობრივ ტელევიზიაში. მიზეზი ძალიან მარტივია. მას სურს, რომ კრიმინალებმა იცოდნენ, თუ კი ისინი ცხოვრების სტილს არ შეიცვლიან, მსგავსი მომავალი ელით. დროებით კამერაში გადაყვანის შემდეგ მათ აძლევენ თეთრ ტანისამოს. ყველა პატიმარს ერთმანეთის მსგავსი მაისური აცვია. აქ ისინი იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ვეღარ ასდროს ნახავენ ახლობლებს, იმიტომ რომ ციხეში ოჯახის წევრები არ დაიშვებიან. უშუალოდ საკანში გადაყვანისას კი პატიმრებს უწევთ რენტგენის სკანერების გავლა, იმისთვის, რომ ვერაფრის შეტანა ვერ მოახერხონ. ეს ადამიანი კი ციხის დირექტორია. Quítense la camisa, por favor. Quiero ver de las tres facciones aquí enfrente. ¿Qué pandilla eres tú? პატიმრების უმეტესობას სხეულზე M და S ასო აქვთ ამოსვირინგებული, რაც მარა სალვატრუჩას ნიშნავს. რიცხვი 18 კი ბარიო 18-ის ბანდის წევრობას აღნიშნავს. ეს ორი უდიდესი დაჯგუფებაა, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ტერიტორიების კონტროლის ბრძოლაში მაშინ, როცა თავისუფლები იყვნენ, თუმცა ახლა ერთ კამერაში უწევთ ცხოვრება. ციხის პირობები საკმაოდ მძიმეა. ლოგინების ნაცვლად პატიმრებს 4 მეტრიანი რკინის კონსტრუქციაზე უწევთ ძილი, სადაც რა თქმა უნდა ლეიბები არაა დაფენილი. ისიც იმიტომ, რომ პატიმრებს მათში რაღაცების დამალვა შეუძლიათ. ჩუკი ელ-სალვადორის ციხეში 24 საათიან რეჟიმში ანთია, რაც რა თქმა უნდა იმას ემსახურება, რომ პატიმრები მაქსიმალურად შეწუხდნენ. რაც შეეხება საკვებს, ისინი ცხოველებზე უარესად იკვებებიან და თან ხაზგასასმელია ისიც, რომ მათი საკვები რაციონი არ იცვლება.
მათ ყოველდღე ერთი და იგივე საჭმლის ჭამა უწევთ. Comida, ¿cuántas veces come? Ellos están recibiendo los 3 tiempos de comida, desayuno, almuerzo y cena. ჰიგიენის მოსაწესრიგებლად 80 პატიმრიან კამერაში 2 წყლის რეზერვუარია, რომელშიც რა თქმა უნდა ცივი წყალია. რაც შეეხება ტუალეტს, ერთ კამერაში მხოლოდ ერთი და ისიც ღია უნიტაზი დგას. ელ-სალვადორის ციხის დაცვის წევრები 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ პატიმრებს სამეთვალყურეო ვიდეო კამერების დახმარებით, რაც ბუნტის შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავს. მაგრამ თუ კი რომელიმე პატიმარი შეეცდება წესრიგის დარღვევას, აქ მოხვდება. ეს დისციპლინარული კამერაა, რომელშიც ბეტონის ლოგინი, ნიჟარა და ერთი უნიტაზია. კამერას განათება არ აქვს. სინათლის ერთადერთი წყარო ჭერში ამოჭრილი პატარა ხვრელია. წესრიგის დამრღვევი აქ სტანდარტულად 15 დღით ხდება, თუმცა ეს ალბათ სასაცილოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, რომ დამნაშავეების უმეტესობას აქ 20-დან 1000 წლამდე პატიმრობა აქვთ მისჩილი. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რას ნიშნავს 1000 წლიანი პატიმრობა? მაშინ როცა ყველამ ვიცით, რომ ადამიანი ამდენ ხანს ვერ ცოცხლობს. და მოდით ამას მარტივად აგიხსნით. პირობითად ერთი ადამიანის მკვლელობაზე ელ-სალვადორში მაქსიმალური სასჯელი არის 40 წელი. ხოდა თუ რომელიმე კრიმინალმა მოკლა 10 ადამიანი, მას 10-ჯერ 40 წელს მიუსჯიან და შესაბამისად სასჯელი 400 წელი იქნება. ყველაზე მეტი წელი მიუსაჯეს ვილმერ სეგოვიას, რომელსაც 33 ადამიანი ყავს მოკლული და მან 9 ადამიანის მკვლელობა სცადა. მას განაჩენი 2023 წელს გამოუტანეს და იგი 1310 წლიან პატიმრობას გულისხმობს. თუ კი 2023 წელს მიუსაჯეს, თავად გამოთვალეთ, რომელ წელს მოუწევს რორამე ვილმერ სეგოვიას ციხიდან გამოსვლა. ციხის ტერიტორიაზე აშენებულია სასაწყობო სივრცეც, რომელშიც დაცვის წევრები იარაღს ინახავენ. საუბარია 5.56 კალიბრიან ამუნიციაზე, რომელიც გამოყენების შემთხვევაში მომაკვდინებელია. იარაღს დაცვა იმ შემთხვევაში იყენებს, თუ კი რომელიმე პატიმარი წესრიგს არ ღვევს ან გაქცევას ცდილობს. რა თქმა უნდა, მსგავსი რამ იშვიათად ხდება. მიზეზი აქაც საკმაოდ მარტივია. დაცვას თან დააქვს საფანტი იარაღი, რომლის მჭიდშიც რეზინის ტყვიებია მოთავსებული. ციხის პერიმეტრზე ჯამში 250 სათვალთვალო კამერაა დაყენებული. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პატიმრებს საქმიდან გამოსვლის შანსი ეძლევათ, ეს რელიგიური რიტუალების ჩატარებაა. Estos son los programas generales que están enfocados en el rescate de valores a través de la parte espiritual. Eso es algo bien importante. El privado de libertad necesita algo en qué creer. ციხის სხვადასხვა ბლოკებს შორის გზა ღორღიანია. ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ პატიმრების სიარულის ხმა კარგად ისმოდეს. პირობები რა თქმა უნდა საშინელია, მაგრამ მოდით პატიმრების ინტერვიუებსაც მოусმინოთ. Muy bien, ¿verdad? No, los agentes no abusan de nosotros en ningún momento. Lo clínico nos da prioridad a los agentes. Cuando pasa algo, puede ver lo que son mis dedos, pues yo andaba fregado, pues yo reporté y me excedieron, ¿verdad? No vivimos sobrepoblados, no miramos nada mal el penal de Secor. ისე ერთი შეხედვით პატიმარი მაინც და მაინც უკმაყოფილ არ ჩანს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მის გვერდით დგას დაცვის წევრი. და ალბათ ძალიან რთულია მაშინ, როდესაც სამუდამოზე უფრო მეტი გაქვს მისჯილი და გვერდით დაცვის წევრი გიდგას, ციხე არ შეაფასო როგორც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მაგრამ კარგი, ციხის ისტორიას მოგვიანებით მიუბრუნდებით, ახლა განვიხილოთ მისი სვირინგები. მის მარჯვენა თვალთან არსებული ცრემლი იმაზე მეტყველებს, რომ პატიმარს არაერთი ადამიანი ყავს მოკლული. უცზე არსებული წარწერა კი სურენო ლოკოს, ანუ შეშლილი სამხრეთელები, იმ დაჯგუფების სახელია, რომლის წევრიც თავად იყო. არანაკლებ საინტერესო არის ამ ინტერვიუს შემდეგ სხვა პატიმრების სიტყვებიც, რომელთა სახეც სპეციალურად არის დაფარული. Y hay muchas personas que no tenemos ningún delito y estamos presos, no damos cargo ni damos nada. ¿Usted por qué está ahí? 18 meses sin haber cometido un delito, sin haber ningún cargo, no nos puede relacionar con nada y aquí estamos todavía. Es una salida. Necesitamos ver a nuestra familia, a nuestros hijos. Hace 8 años que no vemos a la familia y unos compañeros que tienen más de 10 años. En mi caso tengo 4 años de no poder ver a mi familia. Necesitamos esa ayuda. ამ მოკლე ჩანაწერის შემდეგ ციხის უფროსმა გადამღებ ჯგუფს თხოვა, რომ მოშორებოდნენ საკანს.
როგორც ხვდებით, ელ-სალვადორის ციხეში ყველაფერი მთლად ისე კარგად არ არის, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ამ ციხეში ნებისმიერი დამნაშავე შეიძლება აღმოჩნდეს. ამის შედეგად ქვეყანაში მკვლელობების რაოდენობა 56%-ით შემცირდა. ერთ დროს ყველაზე სახიფათო ქვეყანა დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე უსაფრთხოდ გადაიქცა. პრეზიდენტის მხარდაჭერა კი 91%-მდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ და მხოლოდ გიგანტურ ციხეში არ არის. ნაიბ ბუკელეს ბრძანებით სან-სალვადორის სასაფლაოზე, რომელზეც რამდენიმე საფლავის ქვას MS-ის წარწერა ამშვენებდა, მოანგრიეს. MS-ის საფლავის ქვების ნგრევა ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ მსგავსი ბრძანება გასცა. საინტერესო კი ისაა, რომ საფლავის ქვები იძულებით დაანგრევინეს ისევ და ისევ დაჯგუფების წევრებს. ისინი იძულებულები გახადეს, რომ MS-ის ყველანაირი კვალი გაექროთ, რათა მომავალში ბანდის წევრების საპატივსაცემლო ადგილს აღარ ეარსება. Buenos días, madrecitas. ¿Andan visitando? ¿Cuál la de ustedes es? რა თქმა უნდა, მათი ოჯახის წევრი საფლავები განადგურებულია. მართალია მიცვალებული არ ამოუთხრიათ, თუმცა საფლავის ქვა დანგრეულია, რაც ვიზიტორებს აშინებთ. ქალების საუბრის შემდეგ მალევე ტოვებენ ადგილს, თუმცა სასაფლაოს ზედამხედველ ფრანცისკოს არაფერი გამოპარვია. Si usted fue un poco acucioso, la señora que andaba de negro cuando le hice las preguntas, no quiso dar la cara, se puso nerviosa y ese es el tema de las personas que tienen algo que ver con ellos. იმის გამო, რომ ფრანცისკო სასაფლაოს მეთვალყურეა, მას შეიძლება ბანდის წევრები დაესხნენ თავს. აქედან გამომდინარე, რომ რამე მას შეუძლია აღნიშნული ქალბატონების აღწერა დაუტოვოს პოლიციელებს, მათ კი ისინი დაიჭირონ. Podría ser extremo, pero para nosotros que sufrimos, créame que no es extremo. ბევრი თვლის, რომ ეს ცვლილებები საკმაოდ მძიმეა. იქიდან გამომდინარე, რომ არის იმის შანსი, რომ ციხეში სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოხვდეს. Strategy in El Salvador seems to be first they arrest, then they tweet about it, and then eventually in the future they might investigate these people. ადამიანები, რომლებსაც ახლა კადრში ხედავთ, სულაც არ არიან დამნაშავეები. ისინი არიან ეჭვმიტანილები, რომლებიც ელოდებიან სასამართლო პროცესის დაწყებას. You know, if they break down the door and come in this room and you're a bad guy and me and Jamie are not bad guys, we're probably going to prison as well. So there's probably a good bit of collateral damage that's come with this. But this dude is like, it's insane. It's insane what he's been able to do. რა თქმა უნდა, ელ-სალვადორის ციხეში ადამიანის უფლებები სულაც არ არის დაცული, მაგრამ აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. ხელისუფლება ხელმძღვანელობს იმით, რომ თავის დროზე არც დაჯგუფების წევრები ითვალისწინებდნენ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. ამ ქალის თქმით, მისი შვილები უბრალო ვაჭრები იყვნენ, მაგრამ ისინი დააკავეს და მან არც კი იცოდა სად იყვნენ ისინი 1 წლის განმავლობაში. ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? ელ ჩაპოს დედასაც ეგონა მისი შვილი ანგელოზი და ის ესაუბრობდა მასზე, რომ მოკლედ თავად ნახეთ ინტერვიუ. No, él desde chiquillo aspiró siempre moverse. Chiquillo. Desde chiquillo aspiraba él, pues. O sea, pasa y todo lo... Si pasa lo que pase, es él. Es el blanco que tiene el gobierno. მაგრამ მოდით სიტუაციას ასე შევხედოთ. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი თავიდან ბოლომდე უდანაშაულოა, მაგრამ ის ეჭვმიტანილია ამა თუ იმ კონკრეტულ დანაშაულში. მას უწევს მსგავსი ტიპის პენიტენციალურ დაწესებულებაში ყოფნა. მანამ სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გასათვალისწინებელი კი ისაა, რომ აქ მას უფუჭდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ახლობლები ნახოს რამდენიმე თვის განმავლობაში და თან პლუს ამასთან ერთად მას უწევს ყოფნა რეალურ მკვლელებთან და დამნაშავეებთან. როგორც ჩანს, ეს ის ფასია, რომელიც ელ-სალვადორელებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ ერთი ნახევარი ასე დაიტანჯოს, ხოლო მეორე ნახევარმა შედარებით მშვიდად გააგრძელოს სიცოცხლე. 2024 წლის 26 აპრილს ბუკელემ მოიწვია მინისტრთა კაბინეტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წევრი და საჯაროდ უბრძანა გენერალურ პროკურორს, რომ დაეწყო გამოძიება დარბაზში მსხდომი ყველა ადამიანის წინააღმდეგ. Le quiero pedir en público, investiguemos a todos los que están acá. Yo me imagino que pues no hay ningún problema, ¿no? ამავე დღესვე დააკავეს პრეზიდენტის დამხმარე ჰერსონ ფლორესი
რომელიც სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებზე იყო პასუხისმგებელი. აღმოჩნდა, რომ იგი იღებდა გრთამს როგორც ფიზიკური პირებისგან, ასევე იურიდიული პირებისგან იმისთვის, რომ მათთვის უპირატესობა მიენიჭებინა სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერებში. ამ და მსგავსი გადაწყვეტილებების გამო ბუკელეს მსოფლიოში ყველაზე მაგარ დიქტატორსაც კი ეძახიან. თუმცა ერთი რამ ფაქტია. ნაიბ ბუკელეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კრიმინალის დონე შემცირდა. მაგრამ დასავლური სახელმწიფოების თქმით, ეს მისი მეთოდების დამსახურება სულაც არაა. მათი თქმით, პატიმრების გარკვეული ნაწილი ციხეში უდანაშაულოდაც კი ზის. მოდით ახლა საკითხს ასე შევხედოთ. არის თუ არა იმის შანსი, რომ ამ 109,000 ადამიანში 1-2 ადამიანი მაინც იყოს უდანაშაულო, თუმცა რა თქმა უნდა, რეალურად 1-ზე და 2-ზე არ მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა კი, აქ ხაზგასასმელი არის ისიც, რომ ვიდეოში გამოყენებული მასალა, რომელიც მე თქვენ გაჩვენეთ, არის ისევ და ისევ მთავრობის მიერვე გადაღებული. და თუ კი ფიქრობთ, რომ 109,000 ადამიანს სახეზე დაახლოებით ერთი და იგივე ტიპის სვირინგები ამშვენებს, მანდაც რა თქმა უნდა ცდებით. თითოეული ის კადრი, რომელიც თქვენ ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ საჩვენებელი კადრებია. ნაიბ ბუკელე 2019 წელს გახდა პრეზიდენტი. ამ გრაფიკზე კი ნათლად ჩანს, რომ კრიმინალის დონე მის ხელისუფლებაში მოსვლამდეც მცირდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2022 წლის 27 მარტს გამოცხადდა, თავდაპირველად 30 დღით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ის დღემდე მოქმედებს. ამ რეჟიმის ფარგლებში შეჩერებულია კონსტიტუციური უფლებების ნაწილი, მათ შორის დაკავების მიზეზის დაუყოვნებლივ გაგების უფლება, სამართლებრივი დაცვის უფლება საწყის ეტაპზე. პატიმრობის ვადა სასამართლო მოსმენამდე გაგრძელდა 72 საათიდან 15 დღემდე. შეზღუდულია შეკრებისა და ასოცირების თავისუფლება. ისე ისიც უნდა ითქვას, რომ ნაიბ ბუკელემ კონსტიტუცია უკვე დაარღვია. დაარღვია მაშინ, როდესაც 2024 წლის თებერვალში ხელახლა გახდა პრეზიდენტი. გახდა პრეზიდენტი მეორე ზედიზედ ქვეყანაში, სადაც ეს 10 წლიანი შუალედის გარეშე შეუძლებელია. თუმცა ამის უფლება მას რა თქმა უნდა უზენაესმა სასამართლომ მისცა. მაგრამ ვინ დანიშნა უზენაესი სასამართლოს წევრები? ნაიბ ბუკელემ ხომ არა? კი, რა თქმა უნდა კი. ნაიბ ბუკელე საჯაროდ ამტკიცებს, რომ მას სულაც არ სურს, რომ დიდხნიანი ვადით იყოს პრეზიდენტი და მას არ სურს ის, რომ ძალაუფლების სადავეები სამუდამოდ მის ხელში აღმოჩნდეს. მაგრამ მე რატომღაც ესეთი ეჭვი მაქვს, რომ თუ კი ერი მას სთხოვს, ის კიდევ ერთხელ გახდება პრეზიდენტი. ხო, საბოლოო ჯამში არ ვიცი ეს ვიდეო ციხეებზე უფრო იყო თუ ნაიბ ბუკელეზე, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, მე კი უბრალოდ დაგემშვიდობებით დროებით.